2 საათში გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს თენგის გუნავას საქმეზე. ადვოკატი საქალაქო სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში ედება. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნის სიტყვას წარმოთქვამს და იმ შემთხვევაში თუ განაჩენი მათთვის მისაღები არ იქნება, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. არის დარჩენილი დაცვის დასკვნითი სიტყვა, რის შემდეგაც იქნება კამათი, ბრალდებული საბოლოო სიტყვა და სასამართლო გავა განაჩენის გამოსატანად. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეპიზოდებში არის ის, რომ თენგის გუნავას ედამებიან ადმინისტრაციულ გადაცდომას და ამაზე წაყენებული აქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობის მუხლი, რაც არის დაუშვებელი, იმას ვიტოვებთ, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი